რაიონის 1997 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი ითვალისწინებდა 1,77,100 ლარს. ფაქტიურად ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსული არის 1,99,400 ლარი. 1,99,400 ლარიდან 267,000 ლარი ჩამორიცხული არის ცენტრალურ ბიუჯეტიდან, როგორც დეფიციტის, ანუ ტრანსფერტის თანხა. უნდა მოგახსენოთ, რომ ცენტრალურ ბიუჯეტმა ფინანსთა სამინისტრომ პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობა და ის 267,000 ლარი, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტიდან როგორც უნდა გასუწეს, მთლიანად იქნა ჩამორიცხული ადგილობრივ ბიუჯეტში. შემოსავლების მიხედვით გეგმა ვერ შესრულდა მხოლოდ მოგების გადასახადზე და ეკოლოგიის გადასახადზე. რაც შეეხება ხარჯებს, გეგმა ითვალისწინებდა 1,77,100 ლარს ასევე და ფაქტიურად გახარჯული არის 1,101,000 ლარი. ანუ ხარჯების გეგმა 102%-ით არის შესრულებული. ეს არის კონკრეტულად ციფრული მონაცემებში. 1998 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში გეგმავთ 1,579,100 ლარს. ადგილობრივი შემოსავლები შეადგენს ანარიცხის სახით 1,311,000 ლარს, ხოლო დანარჩენი 268,000 ლარი უნდა შეავსოს ცენტრალურ ბიუჯეტმა. მაგრამ 268,000 ლარიდან ეს მთლიანად არ არის გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების დასაფინანსებლად. აქედან ესე იგი 268,000 ლარიდან 188,000 ლარი გათვალისწინებული არის მოსახლეობის უმწეო ოჯახების დასახმარებლად. ხოლო 80,000 ლარი, ესე იგი 268,000 ლარი კი გათვალისწინებული არის ამნების და თიხვის თემების საბიუჯეტო ორგანიზაციების დასაფინანსებლად. რაც შეეხება განსხვავებას, უნდა მოგახსენოთ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტის შარშანთან შედარებით საკმაოდ გაზრდილი არის. თუ შარშან ანარიცხის სახით ანარიცხი შეადგენდა 810,000 ლარს, წელს უკვე 1,311,000 ლარია. ფაქტობრივად 501,000 ლარით არის გაზრდილი, ანუ 61,8%-ით. სიახლეა ისიც, რომ შემოვიდა ახალი გადასახადი, ეს არის არასასოფლო სამეურნეო მიწებიდან გადასახადი და ეს ალბათ კარგი რეზერვი იქნება ჩვენის ადგილობრივი ბიუჯეტისთვის. სიახლეა ისიც, რომ ბუნებრივი რესურსების გადასახადი, რომელიც შარშან მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტში მიდოდა, წელს ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხება. შემოვიდა აგრეთვე ჩუქების გადასახადი და გადასახადი უძრავი ქონების გადასახადზე. ალბათ დიდი სიახლეა ისიც, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში წელს პირველად გათვალისწინებული იქნა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დასახმარებელი თანხები. შეგახსენებთ, ვამბობ ადგილობრივ ბიუჯეტში წელს, თორემ შარშანაც იყო ანალოგიური გადასახადი, ანალოგიური დახმარებები, ოღონდ მაშინ დახმარებას გასცემდნენ ადგილობრივი მმართველობის სოციალურ განყოფილებები, რომელსაც თანხა ჩაურიცხავდა ფონდის რაიონული განყოფილება, ხოლო ფონდის რაიონული განყოფილებას თავის მხრივ თანხას ურიცხავდა ცენტრალური ბიუჯეტი. წელსაც იგივე ცენტრალური ბიუჯეტი ჩამოგვირიცხავს ამ თანხებს, ოღონდ თანხა უკვე გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში. მიმართ ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული და ამ თანხებს ჩამოგვირიცხავს ცენტრალური ბიუჯეტი ჩვენ საფინანსო განყოფილებას, ჩვენ დავაფინანსებთ სოცდახმარების განყოფილება და სოცდახმარების, ესე ადგილობრივი მმართველობის სოცდახმარების განყოფილება გასცემს ამ თანხებს. ალბათ მოსახლეობის საინტერესო იქნება თუ ვინ მიიღებს საოჯახო დახმარებებს. საოჯახო დახმარებებს მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ უმწეო მდგომარეობაში ყოფი ის ოჯახები, რომელშიც ცხოვრობენ მხოლოდ და მხოლოდ მარტოხელა პენსიონერები. ესე იგი, მარტოხელა პენსიონერი უნდა იყოს, რომელსაც არ ყავს მარჩენალი, მიუხედავად იმისა, თუ ის მარჩენალი საცხოვრობს. არ აქვს მნიშვნელობა. თუ ოჯახში შედგება ერთი წევრისაგან, ერთი პენსიონერისაგან, მარტოხელა პენსიონერისგან, ეს ერთი წევრი მიიღებს 9 ლარს, თუ უმწეო მდგომარეობაში ყოფი ოჯახი შედგება ორი პენსიონერისგან, თითოეული წევრი მიიღებს 7 ლარს, ხოლო თუ ოჯახში ცხოვრობს 3-ზე და უფრო მეტი წევრი, თითოეული წევრი მიიღებს 5 ლარს. ეს სიახლეებია ძირითადად ჩვენს დღევანდელ ბიუჯეტში. ჩვენ უფრო ხშირად ვლაპარაკობთ ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და ნაკლებად მის ხარჯით ნაწილზე, მის გასავლებზე. რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ გასულ წელს? მოგახსენებთ, როგორც გითხარით, ხარჯების გეგმა შეადგენდა 1,77,100 ლარს და ფაქტიურად გახარჯული არის 1,101,000 ლარი. თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, შემიძლია დარგების მიხედვით მოგახსენოთ, კერძოდ ეროვნული მეურნეობა დავაფინანსეთ, გაიხარჯა ეროვნულ მეურნეობაზე 46,226 ლარი და იგი 17%-ით დაფინანსდა. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებაზე, რომელიც ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის თითქმის 77%-ს შეადგენს, გაიხარჯა 792,755 ლარი. განათლებაზე გახარჯული არის 661 ლარი და იგი 104%-ით დაფინანსდა. სპორტზე გახარჯული არის 11,800 ლარი. ჯანდაცვის სფეროზე, ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამაზე გავხარჯეთ 53,378 ლარი.
აქ შედარებით ცუდი მდგომარეობა არის. ასე იგი ჯანდაცვის სფერო დაფინანსებულია მხოლოდ 38%, მაგრამ აქ განმარტება ალბათ საჭირო. ჩვენ გეგმაში გათვალისწინებული ქონდა ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამა 152,000 ლარი, თითოეულ სულზე მოსახლეობის 2.5 ლარი, მაგრამ გამომუშავებულმა თანხამ ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამით გასულ წელს შეადგინა მხოლოდ 110,000 ლარი და თუ ჩვენ დაფინანსებას გამომუშავებულ სამუშაოს შევუდარეთ, მაშინ შესრულების დაფინანსების პროცენტი უკვე საკმაოდ მაღალი გამოვა. მთლიანად დავაფინანსეთ აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოები და აგრეთვე მთლიანად დავაფინანსეთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. შედარებით მთლიანად ვერ დავაფინანსეთ არქივი, მხოლოდ 82% და ახალგაზრდული დეპარტამენტის ღონისძიებები 10,000 ლარის ნაცვლად გახარჯული არის მხოლოდ 5,800 ლარი. რომ ყოფილიყო ალბათ უფრო მეტი შემოსავლები ადგილობრივ ბიუჯეტში, ალბათ შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება. ეს არის კონკრეტული შედეგები ხარჯების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი გადაჭარბების სრულდება, მაინც მძიმე მდგომარეობა დაფინანსების მაგალითად ჯანდაცვის სფეროში და ხელფასებით ძალიან დიდ დაბნელებით. ქალბატონო თავილა მარტო ჯანდაცვის სფერო კი არა, ჩვენ შარსა გასაცემი დაგვრჩა ხელფასის სახით თითქმის 76,000 ლარი. აქედან პედაგოგებზე 59,000 ლარი. მაგრამ ამის ორი მთავარი მიზეზი არსებობს. პირველი ის არის, რომ 97 ბიუჯეტიდან დავფარეთ ჩვენ წინა წლის დავალიანება ხელფასებზე და წინა წლის დავალიანება რომ იყო ხელფასებზე, ეს ალბათ ამას სუბიექტური მიზეზები არ ქონდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ცენტრალურ ბიუჯეტმა ვერ შეძლო ჩამოერიცხა ჩვენთვის ის თანხები 65,000 ლარი, რომელიც გვეკუთვნოდა პედაგოგების ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, არ ქონდა ფინანსთა მინისტრიის თანხები და ვერ ჩამოგვირიცხა. ამიტომ ქონდა დავალიანება და როდესაც ეს დავალიანება დაიფარა უკვე გასული წლის ბიუჯეტიდან, 97 წლის ბიუჯეტიდან ცხადია ეს თანხები დააკლდა უკვე 97 წლის ბიუჯეტს. და ფაქტურად რომ მქონდა ჩვენ ჭარბი შემოსავლები ადგილობრივ ბიუჯეტში, ჭარბი შემოსავლები არ ქონდა, იმიტომ როგორც მოგახსენებთ 101% შესულდა მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტი, მაშინ შეიძლება ამ თანხის ასე ვთქვათ ამოქაჩვა, მაგრამ ეს არ მოხერხდა, მხოლოდ 101% შესულდა ადგილობრივ ბიუჯეტი და ამიტომ ეს დავალიანებების თანხები, რომელიც წინა წლის ანგარიში გაიხარჯა, დააკლდა 97 წლის დაფინანსებებს და ამან გამოიწვია ხელფასების დავალიანება. გარდა ამისა არის მეორე მთავარი მიზეზი. ჩვენ 97 წლის ბიუჯეტი დაგვეგმეთ მთელი წლის განმავლობაში ხელფასების 20%-იან ზრდაზე. ფაქტიურად როგორც ეს გათვალისწინებული იყო ფინანსის სამინისტროს მიერ, მაგრამ სინამდვილეში ხელფასები გაიზარდა წლის განმავლობაში 38-40% და ბუნებრივია, როდესაც ბიუჯეტში ყველაფერი გათვლილი არის თითოეული თეთრობით, არა, ეს ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდა უკვე ამდენ ხარჯებს და ფაქტიურად ეს იყო კიდევ მთავარი მიზეზი ხელფასების დავალიანებაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ ეხლა შედარებით მდგომარეობა გამოსწორებული არის. გასაცემი გვაქვს დეკემბრის ხელფასური გასაცემი და ნაწილი ალბათ ძალიან მცირე ნაწილი ნოემბრის თვის ხელფასზე. ეს არის ხელფასების მხრივ. რაც შეეხება მდგომარეობის გამოსწორებას, მდგომარეობა ალბათ მაშინ გამოსწორდება თუ ადგილობრივ ბიუჯეტში გვექნება სტაბილური შემოსავლები და ძირითადად როგორც გითხარით, წელს ადგილობრივ შემოსავლებზე ვართ დაკავშირებული, ფაქტიურად წელს ცენტრალური ბიუჯეტი ხელფასების დასაფინანსებლად და საბიუჯეტო ორგანიზაციების დასაფინანსებლად არაფერს არ გვაძლევს წელს, ფაქტიურად ძალიან მცირე თანხა გამოგვიყო წელს და ამიტომ ადგილობრივი შემოსავლები დამოკიდებული არის ჩვენი წარმოება დაწესებულებების გამოცოცხლებაზე, ჩვენი მრეწველობის უფრო მეტად ამუშავებაზე, დამოკიდებული თუ აგრეთვე იმაზე თუ როგორ კეთილსინდისიერად შეავსებენ ისინი ამ ადგილობრივ ბიუჯეტს, ეს წარმოება დაწესებულები თუ როგორ კეთილსინდისიერად გადაიხდიან იმ გადასახადებს, რომლებიც დააკისრა მთავრობამ. დამოკიდებული არის აგრეთვე თითოეულ ჩვენთანგანზე, ჩვენ როგორ გადავიხდით ამ გადასახადებს, კერძოდ როგორ გადავიხდით მიწის გადასახადს, რომელიც ჩვენი შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს. მე მინდა დავიტოვო ბოლოს იმედი, რომ თუ გამოინახება ჩვენ რაიმის გარკვეული რეზერვები, გვექნება შემოსავლები ალბათ მეტი შემოსავლები ადგილობრივ ბიუჯეტში და ჩვენ კი საფინანსო განყოფილება ყველანაირ ღონეს ვიხმართ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსული თითოეული თეთრი გაიხარჯოს მიზნობრივად, ძალიან მომჭირნეობით, რათა შევასრულოთ ის დასახული ღონისძიებები, გადავჭრათ წარმატებით ის სოციალური ღონისძიებები, რომელსაც ჩვენი რაიონის ხელისუფლება, ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობა გვისახავს მიმდინარე წელს.